მოგესალმებით. ობიექტივი კვლავ პირდაპირ ეთერშია და დღეს თქვენთვის სტუდიიდან ვიმუშავებთ ბატონი დავით არხანმოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე და მე ირმა ცხორაგაული. მოგესალმებით ბატონო დავით. გამარჯობათ. ბატონ დავით, მინდა დავიწყო ძალიან ვფიქრობ მნიშვნელოვანი ინფორმაციიდან, რომელიც სრულად ასახავს ჩვენს სახელმწიფოში არსებულ შიდა ვითარებას. მოკლედ ევროსაბჭოს კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო შემშენებლობის კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა გამოძიება, ასე ვთქვათ, სამუშაოები და აღმოჩნდა, რომ საქართველოში მოკლედ ოლიგარქიზაციის ძალიან დიდი რისკია და ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოში ბევრი მილიარდელი არ არის, მაგრამ 2 მილიარდელზე მოდის შიდა წარმოების პროდუქტის 10%. და მოკლედ 1%-ია ამ მილიარდელებისა, ანუ სავარაუდოდ ამ 2 ადამიანზეა საუბარი, რომლებიც აკონტროლებს ქვეყნის ნაციონალური სიმდიდრის მესამედს. ეს არის უძრავი ქონება, აქციები, დეპოზიტები. ეხლა ვხედავთ, ხო, ეს ოლიგარქიზაცია უკვე სახესებს. აქ არ არის დასახელებული, სავარაუდოდ ერთი ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქნება, რა თქმა უნდა, და ალბათ მეორე მისი ახლო გარემოცვა ეხლა თავის მტერს და ვიღაცა მოშურნეს, რა თქმა უნდა, გვერდით არ დაიხედებს. ეხლა რაც შეეხება სასამართლო ხედავთ, რომ აქ მართლწესრიგი ფაქტიურად არ არსებობს, ციხეები გადაჭედილია უკვე პატიმრებით, დასმენის ინსტიტუტია შექმნილი, არჩევნები ყალბდება უკვე რამდენი ხნის განმავლობაში, კანონებს თავის თავზე ირგებენ ისე, როგორც თვითონ აწყობთ, ანუ კანონზე მაღლა აყენებენ თავის თავს და ამავდროულად აღმოჩნდა, რომ 180 ქვეყნიდან 114 ადგილზე ვართ პრესისა და მასმედიის საშუალებების თავისუფლების ინდექსის მიხედვით. ანუ სახელმწიფო გაუქმებული გვაქვს, ბატონ დავით, ჩვენ ერთი ადამიანი გვეუბნება, რომ მე ვარ ფაშა, მე მინდა ამ მიწას გავყიდი, მე მთლიანად ვფლობ ამ ტერიტორიას, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ვისაც მინდა იმას მივცემ და არავისი საქმე არ არის. ანუ არავის არაფერს არ ეკითხება და ერთი გადაწყვეტილებით, თავის თავში მიღებული გადაწყვეტილებით ყოველგვარი კანონიერია თუ უკანონობას გვიკანონებს. სახელმწიფო დაგვეშალა? არა, რატო დაიშალა, კაცოს, არსებობს სახელმწიფო სხვადასხვა ფორმები. არსებობს სახელმწიფოები, რომლებიც წარმოადგენენ მონარქიებს აბსოლუტურს. აი, აბსოლუტური მონარქია რას ნიშნავს? როდესაც ერთი კაცი არის ქვეყნის ხელმწიფე და ამ კაცის ხელში არის ყველაფერი, ბიუჯეტიც მისია, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიც ეკუთვნის ხელმწიფეს, მისი საკუთრებაა, ქვეყნის საკუთრება კი არა. არაბული ქვეყნებია ესეთი და ბევრი, არაერთი. სხვათა შორის თვითონ არაბთა გაერთიანებული საამიროც, რატო ქვია არაბთა გაერთიანებული საამირო? საამირო ნიშნავს სამეფოს. ეს არის რამდენიმე სამეფო, რომლებიც მათ კავშირი დადეს ერთმანეთთან, მოკავშირე სახელმწიფო შექმნა რამდენიმე სამეფომ. და აბუ-დაბის მეფე ამავდროულად არის ამ მეფეებში პირველი. პირველი თანასწორთა შორის არის ამ ხელმწიფეებში. აი ესეთი გაერთიანებაა პირველი თანასწორთა შორის. და თვითეული ეს საამირო, რომელიც შედის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არის სამეფო. და აი ამ ემირებს, ანუ ხელმწიფეებს, თავთავიანთ ქვეყანაში ყველაფერი ეკუთვნით. ისინი თვითონ არიან ყველაფრის მესაკუთრენი. გამკარგავებიც? და ყველაფრის გამკარგავები. საერთოდ აბსოლუტური მონარქია არის, როდესაც ხელმწიფეს ეკუთვნის ყველაფერი და ქვეყნის ბიუჯეტი ამავდროულად არის ხელმწიფის საკუთრება და შესაბამისად ხელმწიფე თავის გადაწყვეტილებით განაგებს ამ ბიუჯეტს და ვიცი ჩვენ დაწყებული აქედან კონსტიტუციური მონარქიები, როდესაც ხელმწიფე ყველაფერს არ განაგებს, არამედ არსებობს გარდა ამისა კიდე ქვეყანაში პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი და ისინი განაგებენ. კონსტიტუციური მონარქიების მაგალითი არის მაგალითად, ვთქვათ, ესპანეთი ან დიდი ბრიტანეთი. ეს როგორი მონარქიებია? და სხვათა შორის მაგალითად ნიდერლანდები, ჰოლანდიას რო ვეძახით ჩვენ, ვთქვათ, როგორი მონარქიებია ხა?
მაგალითად დიდი ბრიტანეთის მონარქია ტრადიციებს ეყრდნობა. კანონში არსად არ წერია, რომ დიდი ბრიტანეთი კონსტიტუციური მონარქიაა. თუ კანონს გადავხედავთ, იქ ეს არ წერია. მაგრამ დიდ ბრიტანეთში საერთოდ სხვა კანონმდებლობაა, პრეცედენტული კანონმდებლობაა და პრეცედენტებია მთავარი იქ. და ტრადიცია. ამიტომ ეხლა ტრადიცია ისეთია, რომ მეფე არაფერში არ ერევა. თორე რომელიმე კანონი ესეთი სადაც წერია, რომ არაფერში არ აქვს ჩარევის უფლება, ეგეთი არ არის. სინამდვილეში ყველაფერში აქვს ჩარევის უფლება, მაგრამ უკვე მრავალი საუკუნეა, კარგა ხანია კანონი ისეთია, რომ არაფერში არ ერევა მეფე და ეს არის კონსტიტუციური მონარქია. რეალურად მეფე არ მართავს სახელმწიფოს. ბრიტანეთის სახელმწიფოს მართავს პრემიერ-მინისტრი, მართავს პარლამენტი და აი ეს არის. და არსებობს დემოკრატიული სახელმწიფოები, სადაც არ არის ხელმწიფე საერთოდ. სადაც არის საპრეზიდენტო, არის საპარლამენტო, არის საპრეზიდენტო, საპარლამენტო, შერეული სახელმწიფოები, ვთქვათ, პოლონეთია ეგეთი, პრეზიდენტიც ყავს, პარლამენტიც, პრემიერ-მინისტრი. ერთ-ერთი კარგი მოდელია ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო სახელმწიფოა, სადაც მაქსიმუმ 2-ჯერ, ანუ 8 წელი, 4 წელი, 8 წელზე მეტი პრეზიდენტი ვერ იქნება და ასე შემდეგ. ანუ აქ სხვა დემოკრატიული ინსტიტუტებია. ეხლა ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ, თუ მაგალითად მონარქიები წავიდნენ შემდეგ დემოკრატიისკენ, გარდაიქმნენ კონსტიტუციურ მონარქიებად, მერე რესპუბლიკებად, მერე საპრეზიდენტო ან საპარლამენტო სახელმწიფოებად, ჩვენ რაღაც სხვანაირი სახელმწიფო ვართ, ჩვენ ჯერ ვიყავით მონარქია, მერე ვიყავით რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი, მერე ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი, მერე ვთქვით, რომ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო დემოკრატიული და ეხლა უბრუნდებით რაღაც აი დაახლოებით საემიროს ვქნით აქ. ეხლა ჩვენ გადავიქეცით ნელ-ნელა აი ესეთ მონარქიად. ოღონდ მონარქია ოფიციალურად არ ქვია, მაგრამ რეალურად ეხლა ჩვენ ყავს ხელმწიფე, ეს ხელმწიფე არის ბიძინა ივანიშვილი. და ეს ჩვენ გვესმის, რომ ეს ესეა. მეტიც აგერ გადაცემები კეთდება, ეხლა ხან მაესტრომ გააკეთა გადაცემა, რომ რა კარგია მონარქია. ეს უკვე მეუთითებს რაღაცა გასაკვირი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ თვითონ ეს ტელევიზიები, მაესტრო, იმედი იქნება, რუსთავი თუ სხვები პირიქით ყველანაირად წინააღმდეგი იყვნენ ამის და ახლა რაღაცნაირად გადაცემა გაკეთე, რომ თურმე ძალიან კარგია მონარქია. რეალურად ქვეყანაში არის ხელმწიფე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ბევრს ეს მოწონს. არის ხალხი, ვისაც ეს მოწონს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ეს ის ხალხია, რომლებმაც რაღაცნაირად ხელმწიფისგან ფულადი რომ დახმარებებს იღებენ და რაღაც პოზიციები მოიპოვეს ხელმწიფე. დამოკიდებული არიან ამ ხელმწიფეზე. არა, ჩვენ გვყავს ხელმწიფე, ხელმწიფე ჩვენთან არის ივანიშვილი, ხელმწიფე ჩვენთან ნიშნავს პარლამენტს, კი არ ირჩევს, ნიშნავს. მაგრამ ხელმწიფე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხელმწიფე ნიშნავს პრეზიდენტს, ხელმწიფე ნიშნავს პარლამენტს, ხელმწიფე განაგებს, რომელი ბიზნესმენებისთვის ბიზნესი შეიძლება, ვისთვის ბიზნესი არ შეიძლება. ამას ყველაფერს ჩვენთან ხელმწიფე აკეთებს. თუმცა ეხლა ყველა ხელმწიფე, ყველა ეპოქაში ხშირად არის ისტორია მიცის უამრავი მაგალითი, უამრავ სახელმწიფოში, როდესაც ხელმწიფე გავლენის ქვეშ აღმოჩნდა თავისი ვეზირის. დაახლოებით დღეს ეგ სიტუაცია გვაქვს ჩვენ, აი ვთქვათ, როცა იყო პირველი ვეზირი ღარიბაშვილი იყო ხელმწიფის გავლენის ქვეშ და ეხლა არის პირველი ვეზირი ირაკლი კობახიძე, რომლის გავლენის ქვეშაა ჩვენი ხელმწიფე. ანუ ჩვენი ხელმწიფე და პირველი ვეზირი, მე უფრო ზუსტად ვიტყოდი, ერთმანეთის გავლენის ქვეშ არიან და ხშირად პირველი ვეზირი დიდი გავლენის მქონე ადამიანი ძალიან ხშირად ხელმწიფეს აღებინებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავად ხელმწიფეს ჩვენ ვიცით, ზუსტად არ მოწონს. მაგრამ ნუ ბოლო ეთანხმება, ითანხმებს ის რაღაცნაირად ითანხმებს. ასე რომ ეხლა ყავს ხელმწიფე, ეხლა ყავს პირველი ვეზირი და შემდეგ ეს ხელმწიფე და პირველი ვეზირი ესენი ყველაფერს განაგებენ. ესენი ამბობენ, რომ აი პოლიტიკაში იქნება ეს პარტია. პრინციპში არც ერთი პარტია არ მოწონთ, ეხლა ქმნიან თვითონ. აი ამ პარტიას შევქმნით, ამ პარტიას შექმნეს გირჩი, შექმნეს ნეიტრალური საქართველო, ქმნიან რაღაც პარტიებს, იძახიან ესენი იქნება. ესენი ამბობენ, აი პარლამენტში იქნებიან ეს ადამიანები, ამათ ვნიშნავთ ჩვენ. ესენი ამბობენ, მინისტრები იქნება ეს ადამიანები. ეხლა წინ წაიწიეს, იმიტომ რომ ჩვენი ხელმწიფე ბიზნესთან მოსული კაცია და ეხლა ამბობს, რომ ბიზნესშიც იქნები შენ. დანარჩენები არ იქნებით ბიზნესში თქვენ.
შესაბამისად ეხლა ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც საუბარია იმაზე, რომ აი დანარჩენი ადამიანები უნდა იყვნენ ხელგაწვდილები და ესე არის. თავად ეს სახელმწიფო, თავად ხელმწიფე და პირველი ვეზირი და მათი სამინისტროები აღიარებენ, რომ 1,800,000 კაცია, რომლიდანაც ნაწილი უკვე იღებს სახელმწიფო დახმარებას და დანარჩენები რიგში დგას და ითხოვს, რომ გვინდა სახელმწიფო დახმარება. თუმცა ბატონ დავით აქვე ჩავერთვები და გააგრძელეთ მე ისევ საუბარი საინტერესო თემებზე საუბრობთ. ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ასასი არ არისო, ჩვენ რეალურად ამდენიო სოციალურად დაუცველი ადამიანი არ ყავსო, არ იმსახურებენო ეს ადამიანებიო, ამიტომ პირადად თვითონ უნდა გადავხედო ამ სიასო, ეს სია აუცილებლად შემცირდებაო და გარდა ამისა, მათთვის იყო კოვიდის შემდგომ პრემიერმა გამოსცა ბრძანებულება, რომ 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ადამიანები საგდებოდნენ ნაგვის გამტანებად, მეზობებად, ანუ ძალიან ისეთ შავმუშებად და ეხლა ეს სამსახურებიც აღარ იქნებაო მათთვისო, იმიტომ რომ კოვიდის პოსტკოვიდური პერიოდი გაიარაო, ყველაფერი მოწესრიგდაო და ჩვენთანო შრომის ბირჟაზეო გაცილებით უკეთესი ვითარება, ვიდრე ვთქვათ 4 წლის წინ იყოვო. ანუ სოციალურ დახმარებებსაც უხსნიან ადამიანებს, უკვე კობახიძემ ეს ბრძანებულება გამოსცა და ამავდროულად ის დროებითი სამსახურები 4 თვით უხსნიან არჩევნებამდე, შემდეგ არჩევნებამდე მე ისევ დაუნიშნავენ. პირველი ვეზირი ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ძალიან ხშირად ცulis თავის გადაწყვეტილებებს. დღეს ესე ამბობს, ხვალ ისე ამბობს. ხშირად ერთმანეთს საწინააღმდეგო წინააღმდეგებს ამბობს. ბევრ ტყუილებს ამბობს და ერთმანეთთან მუდმივად არის წინააღმდეგობაში. ესენი ბევრ ამას ამბობენ, იმასაც ამბობენ, რომ ვისაც არ მოგწონთ ეს სისტემა, წადით ქვეყნიდან. დატოვეთ ქვეყანა და წაბრძანდით. ამ ქვეყანაში უნდა დარჩეს მარტო ხელმწიფე და მისი ვეზირები და ის მორჩილი ადამიანები, ვისაც მოწონს ეს ხელმწიფე და ვეზირები. დანარჩენები წადითო, გეუბნებიან ამას. ყველაფერზე დაეთანხმება. კი, ესენი პირველად არ ამბობენ ამას. ეს ახლა ახალი თეორიები ჩდება აქ, რომ უნდა წაბრძანდნენ ეს პირველი ვეზირები. საერთოდ როგორ რაღაცა იცით? ყველა აი ესეთი ტიპის სახელმწიფო შემდეგ მიდის წინ. პირველი რომ მას სურს, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა ხელგაწვდილი იყოს და არიან ესენი ხელგაწვდილი. მეორე ვისაც არ მოწონს ეს ყველაფერი, ესეთ სახელმწიფოებში იმათ ეუბნებიან, რომ წაბრძანდით, დატოვეთ ეს ქვეყანა და ნუ აღარ იქნებით ამ სახელმწიფოს მოქალაქეები. მესამე ხელმწიფეს და ვეზირებს ყოველთვის სჭირდება კონტროლის უფრო რადიკალური მექანიზმები. ასეთ ქვეყნებში უკმაყოფილოებს ვავენ ციხეში და ქვეყანა ერთით ციხედ იქცევა ხოლმე და ჩვენი ქვეყანა გადააქცია უკვე პირველმა ვეზირმა ერთით ციხეს, იგივე რაოდენობის თითქმის ხალხის ის ციხეში, რაც სააკაშვილის დროს იჯდა, ესეც უკვე გააკეთა და ერთ-ერთი აი ესეთი ატრიბუტი დამახასიათებელი არის დასმენების კანონი. ესეთ სახელმწიფოებში ჩდება დასმენების, კაი, დანოსებს რო ეძახდნენ საბჭოთა დროს. ესეთი კანონიც მიღებულია და დანოსებიც იწერება. ეს ყველაფერი უკვე გაკეთდა ჩვენ სახელმწიფოში. ასე რომ სახელმწიფო კი ვართ, მაგრამ რა სახელმწიფო ვართ? რაღაცა გარდამავალი სახელმწიფო ვართ. საემიროსკენ მივდივართ და აი ეს ყველანაირი ციხეები, დასმენების კანონები, ვისაც არ გინდა წადით და მოყავს აქ თავისნაირებივე. ყველა ხელმწიფე თulis რომ ქვეყანა მისი საკუთრებაა, თქვენ თვითონ თქვით რომ 1/13 ქონების ამ ქვეყანაში თურმე უკვე ეკუთვნის 1%-ს. 1% მოსახლეობის. და ეხლა ესენი ორი ოლიგარქს პირდაპირ ასე გვეუბნებიან. ნუ ვინ არის ეს ორი ოლიგარქი? ერთი ივანიშვილია ამბობენ, მეორეს არასახელებენ ვინ არის. და ეხლა ხდება მარტივი რაღაცა, რომ ეს ყველაფერი ყველას ამათ ეკუთვნის და ეხლა ესენი თავის საკუთარი ეს მიწა და უნდა გაყიდიან, უნდა რასაც უნდა იზავენ. ხო, მაგრამ მიწა ხო სახელმწიფო საკუთრება, ხალხის საკუთრება. სახელმწიფოა თვითონ ამ ხელმწიფეების საკუთრება და ამიტომ თავის საკუთრებად მიაჩნიათ ეს მიწა. უნდა სხვა ხელმწიფეს გადასცემენ არაბ ხელმწიფეს, სხვა ხელმწიფეები ეხლა უნდა თავის შვილებს გადასცემენ. ვისაც უნდა, რასაც უნდა მისცემენ. ანუ ბატონყმობა ჩამოყალიბებია ბატონ დავით. ჩამოყალიბდა, რა თქმა უნდა, აბა რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია პუნქტებად ვთქვათ ეს ყველაფერი ძალიან ადვილია. დღეს რა ყვირილია რატო რაღაც ყვირილი შემოდის? ალბათ სტომარია. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ მარტივი რამ. პირველი ჩვენი სახელმწიფო ყალიბდება
დაახლოებით 3-როდ. ჩვენ სახელმწიფოში არსებობს ხელმწიფე, ეს ხელმწიფე არის ბიძინა ივანიშვილი. მეორე ჩვენ სახელმწიფოში არის პირველი ვეზირი, ეს არის ირაკლი კობახიძე და პირველი ვეზირი ირაკლი კობახიძე განსხვავდება ყოფილი პირველი ვეზირის ირაკლი ღარიბაშვილისგან. იმით განსხვავდება, რომ ღარიბაშვილი მთლიანად იყო ხელმწიფე ივანე ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ, ხოლო პირველი ვეზირი კობახიძეს პირიქით დიდი გავლენა აქვს. ანუ თავიდან ვთქვათ, პირველი ჩვენ აღარა ვართ დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ ვართ დაახლოებით 3-რო. მეორე ჩვენ ყავს ხელმწიფე ბიძინა ივანიშვილი. მესამე ჩვენ ყავს პირველი ვეზირი ირაკლი კობახიძე, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ხელმწიფე ბიძინა ივანიშვილზე. ამათ ერთმანეთზე გავლენები აქვთ. შემდეგი პრემიერი პირველი ვეზირი ირაკლი კობახიძე ძალიან ხშირად აღებინებს ხელმწიფე ბიძინა ივანიშვილს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მაინც და მაინც არ მოწონს თავიდან ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მერე ითანხმებს ეს რაღაცნაირად. შემდეგი, ჩვენ სახელმწიფოში მართვა არის სხვა ვეზირებზეც. ყველა დეპუტატი, მათი უმრავლესობა 80%. 80% მინისტრებისა, სახელმწიფო ჩინოვნიკებისა, ესენიც არიან ხელმწიფის ვეზირები. შემდეგ ჩვენ ყავს ბიზნესმენები და ეს ბიზნესმენებიც ძირითადად არიან ხელმწიფის ვეზირები. ჩვენ ვართ სახელმწიფოში, სადაც ხელმწიფე და მისი პირველი ვეზირი ამბობენ, პოლიტიკაში იქნები ეს პარტია, ეს პარტია, ეს პარტია, ეს პარტია, სხვები არ იქნებით. ნიშნავენ ესენი პარტიებს, რომლებიც უნდა იყვნენ პოლიტიკაში. და ეს პოლიტიკა სპექტაკლია, მეტი არაფერი. ესენი ვეზირებს დეპუტატ ვეზირებად ნიშნავენ ადამიანებს. შენ იქნები, შენ იქნები, შენ იქნები, შენ იქნები, სხვები არ იქნებით. ესენი იქამდე მივიდნენ, რომ ბიზნესშიც იგივეა უკვე. ხელმწიფე და პირველი ვეზირი ამბობენ, ბიზნესში იქნები შენ, 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 შენ და შენ არ იქნები. აი ეს სიმრავლე, ესენი არიან ყველანი ხელმწიფე და მისი ვეზირები. ჩვენ შევედით ბატონყმურ სახელმწიფოში. ყველა ბატონყმურ სახელმწიფოს ახლავს შემდეგი პირობები. პირველი, ხელმწიფე და მისი ვეზირები, თანამდებობაც მათია, პოლიტიკაც მათია, ფულიც მათია, ბიზნესიც მათია, ყველაფერი მათია, მიწაც მათია და შესაბამისად ისინი როცა უნდა, რასაც უნდა გააკეთებენ. ეხლა ჩვენი ხელმწიფე სხვა ემირს, ჩვენი ხელმწიფეც ემირია საქართველოსი და სხვა ემირს არაბთა გაერთიანებული საამიროდან ეუბნება, რომ აი ამ მიწებს შენ გადმოგცემ და შენ პატარა საამიროებს შევქმნი აქ. შემდეგი, ყველა ასეთ სახელმწიფოს ახლავს ყოველთვის დიდი ციხეში დიდი უკმაყოფილო ადამიანთა რაოდენობა. ჩვენმა პირველმა ვეზირმა კობახიძემ უკვე ჩვენი ქვეყანა ციხეს გადაამსგავსა და სააკაშვილის დროს რო ხალხი იჯდა იგივე რაოდენობა. შემდეგი ყველა ასეთ სახელმწიფოს ახლავს დასმენების შესახებ კანონი, აი საბჭოთა დანოსების კანონი, რომელიც მიიღო ხელმწიფემ, მიიღო ვეზირმა, ხელმწიფეს არ უნდა და სხვა შორის ვეზირმა მიაღებინა და პარტიაც კი შექმნა ნეიტრალური საქართველო, რომელიც ამას ემსახურება. რისთვის მიიღეს ეს კანონი, რისთვის ჭირდება? ვინც არ მოწონთ დასმენის გზით ციხეში ჩასვან და ბოლოს მოიშორონ თავი. ყველა ესეთ სახელმწიფოში ხელმწიფე და პირველი ვეზირი ეუბნება, ვისაც არ მოგწონთ, დატოვეთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი საამირო, ჩვენი სახელმწიფო. ჩვენი საკუთრება და ჩვენი ტერიტორია. აი ასე ქვეყანაში ვცხოვრობ. ბატონ დავით, თქვენ ახსენეთ ახლა, რომ ჩვენი ემირი სხვა ემირს ეპატიჟება, მობძანდიო, აი ეღიღევეს მიწებიო და იცხოვრე. აქო ზუსტად ამ თემაზეც მინდა საუბარი, თუმცა მინდა გარკვეული დროც დაუთმოთ BBC-ზე გასულ ფილმს. მოდით ვისაუბროთ ახლა ჯერჯერობით აი ამ იქ ხილსთან დაკავშირებით. მოკლედ ხელისუფლება გვეუბნება ასეთ რაღაცას, რომ რა გინდათ რომ რა მაგაშფოთათო არაბთა გაერთიანებული საამიროსო ძალიან დიდი ინვესტიციებია ჩადებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ნუ დაგვაუწყდება რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იქ ახალი ტექნოლოგიების სახით არის შესული არაბთა გაერთიანებული საამირო და მოკლედ მიდიან იმ პროგრესული გზით, რა პროგრესითაც უნდა მიდიოდეს თქვათ 21 საუკუნეში სახელმწიფო და ქვეყანა. ეხლა ნახეთ, გამობძანდა მოკლედ ამ იქ ხილსის პრეზიდენტი და
და ბრძანა, რომ საქართველოსო ძალიან დიდი პოტენციალი აქვსო, მასო ერთი წლის განმავლობაშიო მიღებული აყავსო 6 მილიონამდე ტურისტიო, თუმცა პოტენციალი არისო, რომ 18 მილიონამდე ავწიოთო ამის შესაძლებლობა არისო. ამიტომ ჩვენო ვიწყებთ აქ ორი უძვირფასესი ქალაქის განაშენიანებასო და ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ რამდენად შეძლებენ ქართველები ვთქვათ ამ სახლების და აგარმის, რა ქვია, ვილების შეძენას, მამბძანა, რომ კი ბატონო 500.000 თუ გადაიხდიანო, რატომაც და არა, ორგანა რამდენი გადაიხდის, 500.000 გადაიხდის, ვთქვათ 1000, 2000, 3000, ეს ხომ ბალანსი არ არის, მაშინ როდესაც 100.000 არაბი თავისი ოჯახებით უნდა შემოვიდეს. ეხლა მე დემოგრაფიასთან მაქვს ჯერჯერობით საქმე, ბატონ დავით, ნახეთ, საქართველოში კი ვამბობთ, რომ 2 მილიონი ადამიანია დარჩენილი, მაგრამ რეალურად ზოგიერთი ექსპერტი უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ 1.430.000-ია დარჩენილი. კარგით, ვთქვათ, 1.500.000 ადამიანია საქართველოში დარჩენილი. 100.000 უცხოელი და მათ შორის 100.000 არაბი. ადამიანს, რომელსაც ყავს რამოდენიმე ცოლი და ყველა ცოლი მას შეუძლია ყოველ წელს თითოშვილი გაუჩინოს, ხო? ჩვენ როგორ შევძლებთ და აი როგორ გადავამუშავებთ გინდაც 2 მილიონიანი ერი, როგორ გადავამუშავებთ 100 მილიონ ადამიანს, რომელიც შესაძლებელია რომ საქართველოში შემოვიდეს. ჩვენ გძალუც ამის შესაძლებლობა გვაქვს და 100 მილიონი ადამიანი საქართველოში ვერ შემოვა, 100 მილიონი არა. არა, მე საცხოვრებლად არ ვიგულისხმე, მე აქ ის ტურისტებიც ვიგულისხმე, ვინც შემოვა გავა და რამდენი დარჩება აქ საცხოვრებლად, მაგრამ ზოგადად მათ ხომ მომსახურება ჭირდება, ბატონო დავით, ჩვენი რესურსი ამას გაწუდება? არა, 100 მილიონი ტურისტი ვერანაირად ვერ შემოვა, ეხლა ვინ ყვება ამ ციფრებს, მე არ ვიცი, ეს რაღაცა აბსურდია. 6 მილიონი ტურისტ შეიძლება გაუმკლავდეთ და შეიძლება 900-აც გაუმკლავდეთ, ეხლა ვერ გეტყვით, მაგრამ ჯერ ერთი ამდენი ტურისტი იქნება, რომ ეხლა 9 და 12 მილიონი. ამას გვპირდება, რომ 18 მილიონი გეყოლებათო იქ-ხილსის პრეზიდენტი. ნუ ეს ხო სისულელეა ეხლა და ეს 18 მილიონი ტურისტი ვინ იქნება? ძირითადად არაბები იქნებიან და აქ ახლა ტურისტად აქ ამერიკელს მე ვერ ხედავ. ვერც ფრანგს ხედავ. დიახ. ცივილიზებული ტურისტები, რომლებიც საფრანგეთიდან ჩამოვლენ, ან თქვათ ესპანეთიდან, ან იტალიიდან ჩამოვლენ, ან შვეიცარიიდან ჩამოვლენ, ან თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ან პორტუგალიიდან აქ არ არიან. და მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. ბრძანებს ეს პრეზიდენტი ბოდიშვიხტი, რას ბრძანებს პრეზიდენტი იქ-ხილსის, რომ სწორედაც ევროპაში მცხოვრებ მდიდარ არაბებს მოიწვევს აქ საცხოვრებლად. ანუ ჩვენ უნდა გავხდეთ, აქ სურვილი არის, რომ საქართველო იყოს არაბი ტურისტების ზონა. როგორ გითხრათ, ახლა ვერ ვიტყვი მე, რომ ეს ძალიან სასიამოვნოა. გასაგებია, რომ ტურისტია, მაგრამ არ არის ეს მაინც და მაინც ჩვენ სხვა ცივილიზაციის ქვეყანა ვართ, სრულიად სხვა. და არ ამგონია, რომ საქართველოს მოსახლეობას მოეწონოს, რომ 3 მილიონიან, ესე იგი 18 მილიონი არაბი ტურისტი აქ თუ ჩამოვიდა, აქ გარშემო სასუნთქი აღარ იქნება, მარტო არაბები იქნებიან, ხო? არ ამგონია ეს მოეწონოს ჩვენ მოსახლეობას და საერთოდ არ ამგონია, რომ ჩვენ ეს გვსიამოვნებთ. ბატონ დავით, სიამოვნებაზე არ არის, ნახეთ, დემოგრაფიული თვალსაზრისით 2 წლის წინ 100%-დან 30% იყო ქართველი ქალი მშობიარე. უკვე 2 წლის შემდგომ, ანუ ეხლა 28% არის მხოლოდ ქართველი ქალი მშობიარე. დანარჩენები არიან ძირითადად ეს აზიური ქვეყნის წარმომადგენლის ქალბატონები. ანუ როგორ ურტყავს ეს ჩვენს დემოგრაფიას? ჩვენ რომ გვითხრა, რომ თქვენო მომაკვდავი ერი ხართო ისედაც რომ მილევად რეჟიმში ხართო და 2050 წელი გვიწინასწარმეტყველა რომ ჩვენ უმცირესობაში ვიქნებოდით, თუმცა თუ კი ჩვენ აი ასეთი ტემპით მივიღებთ უცხოელებს, როგორც ახლა ვიღებთ, ახლა გვეუბნება უკვე 2032 წელს. ანუ 7 წელში ტურისტები ხო არ აჩენენ, ბაკაცო ბავშვებს. ტურისტები ხო არ აჩენენ. ტურისტები არ აჩენენ. მაშინ ტურიზმი რა შუაშია, კაცო? ტურიზმი 18 მილიონი ტურისტი შემოვა, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ თუ ტურიზმზე ვლაპარაკობ, ტურისტზე ვილაპარაკოთ. არ 18 მილიონი ტურისტი შემოვა, თუ ყველა არაბი იქნა, ძირითადად აქ სადაც არ მიმოიხედავს, არაბები იქნებიან. ეს თავისთავად საზოგადოებისთვის არ მგონია, რომ ან მოსაწონი იყოს, ან სასიამოვნო იყოს, ან ეს გინდა არ გინდა გამოიწვევს არაბიზაციას. იმიტომ თუ სულ აქ 18 მილიონი არაბი იქნა, წავიდა, ჩვენ ნელ-ნელა მაგათ კულტურაზე გადავალთ, რა ჩვენ ეს არ გვჭირდება, ეს ერთი თემაა. და მშობიარობა სხვა თემაა ეხლა, ის რომ დაუშვათ ბევრი ადამიანი სახლდება აქ
და აჩენ შვილს ეს სხვა საკითხია, მაგრამ ვინ არიან ეს ადამიანები, ხელისუფლება ამას არ ამბობს. ახლა სხვა მონაცემებია ზოგი საგანგაშო. არის ორგანიზაციები, რომელიც ამბობს, რომ უკვე ნახევარი მოსახლეობაა ქართველები, მეორე ნახევარი აღარ არის ქართველები, მაგრამ ესე არ არის, ესე ახლა ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრნი არიან, ეს ფაქტია. და არავინ არ გვეუბნება სტატისტიკას, რამდენი უცხოელი გახდა უკვე საქართველოში მუდმივად მაცხოვრებელი. მოქალაქეა არ არის, ეს არაა მნიშვნელოვანი, ბინადრობს მუდმივად. რამდენმა გააჩინა აქ შვილი. ჩვენ ეს არ ვიცით, ახლა ამას გვიმალავს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ამის სტატისტიკა უნდა ვიცოდეთ. მე ვერ ვიტყვი ახლა არ ვიცი, რაც არ ვიცი იმ ციფრებზე, ახლა ვერ ვილაპარაკებ. კი ბატონო. კარგით, ბატონ დავით, როგორ ფიქრობთ ახლა იქ ხილსისთვის რომ შეეთავაზებინა ხელისუფლებას არა მიწის მიყიდვა, არამედ რეალურად ინვესტიციის შემოტანა და ეთქვა რომ ააშენე და შენ ამ შენებლობის 49%-ის წილის მფლობელი იქნები, მე ვთქვათ 51%-ის. შესაძლებელი იყო ეს თუ არა, ის მიიღებდა თავის პროცენტს. ხილსი აშენებს. პრობლემა ის არის რომ ის რაც შენდება არა ქართველებისთვის და შენდება ასევე არა ვთქვათ, არ მინდა ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ არა მაინც და მაინც ცივილიზებული სახელმწიფოებისთვის, არა მოწინავე სახელმწიფოებისთვის. ჩვენ მაინც უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში ჩვენი მიზანი არის, რაც შეიძლება ძირითადად უნდა ცხოვრობდეს უმრავლესობაში ქართველები. საქართველო იმიტომ ქვია ამ ქვეყანას, რომ სასურველია, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის 90% იყოს ქართველები. ეს ყველა ქვეყნისთვის სასურველია სინამდვილეში. სინამდვილეში პორტუგალიელისთვის სასურველია, რომ პორტუგალიაში 90% პორტუგალიელი ცხოვრობდეს, იტალიელისთვის რომ იტალიელი, საქართველოსთვის რომ ქართველი. არც ერთი ქვეყანა დედამიწაზე არ მალავს, არც იაპონია მალავს, რომ იაპონელსაც უნდა რომ იაპონიაში 90%-ზე მეტი ცხოვრობდეს იაპონელი. და ქართველებსაც ეს უნდა. ეს ერთი თემაა. მეორე საკითხია, რომ მიუხედავად ამისა, საქართველოში მაინც რა თქმა უნდა რაღაცა მიგრაციული პროცესები მიდის. მაგრამ თუ მაინც და მაინც მიგრაციული პროცესები მიდის, ყველა ქვეყნისთვის სასურველია, რომ მიგრაციული პროცესები იყოს პროცესები უფრო მოწინავე ქვეყნებთან დაკავშირებული. განვითარებულ ქვეყნებთან დაკავშირებული. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად სხვათა შორის ევროკავშირი მაგიტო გაიხსნა ყველა საზღვრები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არაბები შეუშვა ფრანგებმა, ტრაგიკული შეცდომა დაუშვეს, ახლა აღარ იციან, ძალიან ბევრი თურქი შეუშვა გერმანიამ და არ იციან როგორ განთავისუფლდნენ ამათგან. და ახლა ხსნიან საზღვრებს, რომ აი ამის დაბალანსება მოხდეს იმით, რომ დაუშვათ პოლონელი ან ჩეხი, ან რომელიღაც სხვა ჩავა, ვთქვათ, საფრანგეთში, სლოვაკი, აი რაღაც ამით დაბალანსება სურთ. და მაინც ვერ ახერხებენ ამ ამოცანას. ახლა თუ მაინც და მაინც მიგრაცია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველ რიგში ქართველები, მაგრამ უმჯობესია, რომ აქ ახლა ჩამოვიდეს და დასახლდეს ვინმე, რა ვიცი, ფრანგი, ან ესპანელი, ან პორტუგალიელი, ვიდრე მაგალითად დასახლდეს რომელიღაცა არაბი, იმიტომ რომ ძალიან დიდი კულტურული უზარმაზარი რაღაცა უფსკრულია ჩვენ შორის. ეს სრულიად სხვა ხალხია, სხვა მენტალობა აქვს რადიკალურად არაბებს და რადიკალურად სხვა მენტალობა აქვს მაგალითად ესპანელებს ან იგივე იტალიელებს ან ფრანგებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენთან სახელმწიფო არც იმისთვის იბრძვის, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% იყოს ქართველი. და არც იმაზე შრომობს, რომ დაუშვათ მიგრაციის პროცესებში, რომელიც მაინც ბუნებრივად მიმდინარეობს, უფრო მეტი წვლილი იყოს, თქვათ, ევროპული მოწინავე ქვეყნებისა, პირიქით ზრუნავს იმაზე, რომ ეს პროცესები რაღაცნაირად მაინც და მაინც თურქეთთან, ირანთან, არაბეთთან, ყველა იმ ქვეყანასთან იყოს დაკავშირებული, რომელიც კულტურულადაც მოწყვეტილია ჩვენგან და ისტორიული გამოცდილებას თანაცხოვრების ძალიან ცუდია, სულ ომები და სულ უბედურება იყო. აი ეს არის პრობლემა. ანუ შეგვიძლია თავიდან ჩამოვაყალიბოთ ესეც მარტივად, რომ იყოს ყველასთვის გასაგები, რომ პირველი ნებისმიერი ქვეყანა ყოველთვის მიზანმიმართულია იქით, რომ მასში, თქვათ, იტალიელი მიზანმიმართულია, რომ იტალიელები იყვნენ 90%, ფრანგები, რომ ფრანგები იყვნენ, ქართველები უნდა იყვნენ მიმართული, რომ საქართველოში ქართველები იყოს 90% მოსახლეობის. ეს მართალია იგივე საფრანგეთში დიდი ხანია უკვე დაინგრა, თითქმის 8% არაბები, მაგრამ იმათე სულაც არ უხარიათ. და ტრაგიკულ შეცდომად მიაჩნიათ თავის დროზე ეს პოლიტიკა, როცა არაბებს უშვებენ. გერმანელები ტრაგიკულ შეცდომად მიიჩნევენ თავის დროზე პოლიტიკას, რომ თურქებს უშვებდნენ. და ჩვენ ეხლა იგივე შეცდომას უშვებთ. შემდეგ
ყველა ქვეყანაში არსებობს მიგრაცია. სოფლიო დღეს სხვა არის და მიგრაცია არის, მაგრამ იგივე ესპანელი ან იგივე პორტუგალიელი ცდილობს და ბელგიელი სხვათა შორის ცდილობს რომ თუ მიგრაციაა, მიგრანტი იყოს ასევე სხვა თანხვედრი ცივილიზაციის წარმომადგენელი. ანუ პორტუგალიელისთვის კარგია რომ მიგრანტი იყოს თუნდაც ჩეხი, თუნდაც პოლონელი, თუნდაც იტალიელი, მათ შორის ქართველიც მაგალითად ისინი ჩვენ არ გაგვიხილავენ რაღაც მტრულ სხვა კულტურად, მაგრამ არც ერთ ამ ქვეყანას არ სურს რომ მაინც და მაინც არაბი იყოს იქ მიგრანტი ან თურქი, თუმცა ეს ხდება იქ. ჩვენს მიგრაცია ჩვენთვის არ არის სასურველი, მაგრამ თუ მიგრაცია არის ის მაინც უნდა გვინდოდეს რომ დავუშვათ იტალიელი დასახდეს ან პორტუგალიელი აქ და არა მაინც და მაინც არაბი, სპარსი და თურქი და ჩვენ პირიქით ზუსტად ამაზე ვართ, მისა ჩვენთან სახდებიან სპარსელები, თურქები, არაბები, ეს ის ხალხია, რომლებიც არა მარტო კულტურულად ჩვენგან სრულიად განსხვავებული ხალხია. მათთან ისტორიული გამოცდილება ურთიერთობისა არის ძალიან მძიმე. ომები, დაპყრობები, უბედურებები და აი ამ ყველაფერს ეხლა ეს სახელმწიფო, ხელმწიფო, მისი პირველი ვეზირი და ვეზირები აქტიურად უწყობენ ხელს. ანუ ჩვენ მეგობრებად ისინი არასოდეს არ განგვიხილავენ ეს ისტორიულად ასე რა თქმა უნდა. ჩვენ არა ვართ მათთვის მეგობრები. კარგით ბატონ დავით, ახლა მოდით გადავიდეთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ეს გახლავთ BBC-ზე გასული ფილმი, დოკუმენტური ფილმი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ტელემაყურებლებისთვის ეს ნაცნობია უკვე ეს თემა. მოკლედ საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ხელისუფლების მიერ აქციაზე გამოსული ახალგაზრდების და არა მხოლოდ პროტესტის ვინც გამოთქვავდა იმ ადამიანების მიმართ გამოყენებული არის წყალი, თუმცა ეს მხოლოდ წყალი არ იყო, ამ წყალში გარეული იყო ძალიან საშიში ნივთიერებები. მათ შორის საუბარი არის ერთ-ერთ ნივთიერებაზე, ეს არის კოვიდი, თუმცა კავიდი, ბოდისვიხდი, თუმცა ეს კავიდი აკრძალული არის პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, უკვე ეს აღარც გამოყენებულა, ეს საფრანგეთმა გამოიყენა გერმანიის წინააღმდეგ და მას შემდეგ აღარც გამოყენებულა, თუმცა ეს არ არის დასტური, რომ აუცილებლად გამოყენებული იქნა. თუმცა არსებობს მეორე ვერსია და ამას მკვლევარები გვეუბნებიან უკვე BBC-ს აქვს ეს გამოკვლეული და იქ ექსპერტები საუბრობენ ამის შესახებ, რომ თუმცა მეორე სახის ტიპის გაზი, რომელმაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავისი ეფექტი, ასე ვთქვათ, იქონია ამ პროტესტანტებზე, ეს აშკარად გამოხატულია. გამოკითხულია დაახლოებით 230 ადამიანი, რომლებსაც თვეების განმავლობაში სხვადასხვა ტიპის უკუჩვენებები ჰქონდა. იქ ცრემდენა იყო, თავის ტკივილი იყო, გაორებული მხედველობა, პირღებინება და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ამერიკელი ექსპერტები ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან ცუდი შედეგი მიიღება, ვთქვათ, აი ამ ხუთავი აირების გამოყენების შედეგად. და პირდაპირ მიმართავენ ჰააგას, რომ განიხილოს ეს თემა, უფრო და მიიღოს, გამოიძიოს ეს ფაქტი და თუ კი ეს დადასტურდება, რა გველოდება, ბატონო დავით? რა შეასაქმე იცით? ამ საკითხს ორი ჭრილი აქვს და ორი ჭრილში უნდა იყოს განხელული. ნუ ჯერ ერთი თვითონ რეალურად ამ ქიმიურ ნივთიერებებს. აქ სრული გაუგებრობაა, იმიტომ რომ თავად პრემიერ-მინისტრი თან ამბობს, რომ რაღაცა იყო გამოყენებული, თან ამავდროულად მისი განცხადებები რო გავიხსენოთ, იყო ძალიან ბუნდოვანი და ძალიან დაბნეული განცხადებები. ერთის მხრივ ვიძახდა, რომ რაღაც გამოვიყენეთ, მეორეს მხრივ ვიძახდა, რომ არ გამოვიყენეთ, ის არ გამოვიყენეთ, მერაბიშვილის დროს შემოტანილი არ ვიცით რა იყო? ნუ ბუნდოვანი იყო, ჯერ ამბობდა, რომ აი პირველი ამბობდა, რომ მერაბიშვილის დროს იყო რაღაც ქიმიური ნივთიერებები შემოტანილი. მე შემდეგ განცხადებაში თქვა, რომ რაღაცა ელემენტები გამოყენებული იყო ქიმიური ნივთიერებები, მე თქვა, რომ არა, ის არ იყო გამოყენებული და ბოლოს ქიმიკოსი არ იყო და ბოლოს საერთოდ თქვა, რომ არ იყო ვეღარ გავიგეთ ბოლოს რა თქვა, იყო გამოყენებული თუ არ იყო გამოყენებული და ბოლოს დასკვნა დადო, რომ არავინ არ მოუწამლავდა. ანუ თავად თვითონვე შექმნეს ბუნდოვანება. ახლა მე შემიძლია გითხრათ ერთხელ თქვი, რომ მე ვიცნობ გომელაურს პირადად და დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, რომ გომელაური ესეთ რამეზე ხელს არც ერთ შემთხვევაში არ მოაწერდა. გასაგებია ბატონო დავით, მაგრამ მე არ გამოურაცხავ იმას, რომ რომელიღაცა
განყოფილების გამგემ ვიღაცამ კიდევაც გამოიყენა ეს, თქვათ აურია წყალში, ისე რომ ზედა ხელმძღვანელობამ ეს ვერც კი გაიგო, მაგრამ პასუხისმგებლობა ამით რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრისგან არ იხსნება. მაგრამ ეს სრულიად ბუნდოვანი საკითხია. ხო, იცით რა, პრემიერ-მინისტრომ გვეუბნება, რომ გომელაური ქიმიკოსი არ იყო და მას არ ეცოდინებოდა იქ 25 ტიპის რაღაცა ნივთიერებები იყო თურმე შენახული და მას ხომ არ ეცოდინებოდა როგორც ქიმიკოს. როგორც ქიმიკოს არა, მაგრამ გნებავთ იგივე გომელაურს, გნებავთ იგივე პრემიერ-მინისტრს, უნდა სოდნოდათ, როგორც არა ქიმიკოსებს, რა ინახებოდა იმ საწყობებში და თავისი ხალხის და მოსახლეობის წინააღმდეგ რა უნდა გამოეყენებინათ, ხო? ნუ მან ხო შესაბამისი სამართლოები განყოფილება შეიძლება ახლა მაგდენი ინფორმაცია არც მიდიოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში თუ რაღაც მოხდა ასეთი პასუხისმგებლობა არის. ამას ვერ გაექცევი სამწუხაროა თუ როგორც არის. მაგრამ აქ სრული ბუნდოვანებაა, იმიტომ რომ ერთის მხრივ არიან დაზარალებულები და მეორეს მხრივ კიდე ხელისუფლება ამბობს, რომ არ არიან დაზარალებულები. და ვეღარ იგებ, არიან დაზარალებულები თუ არ არიან დაზარალებულები. მე მთავარი მაინც არის ის, რომ მეორე ჭრილი უნდა დავინახოთ ამ საკითხს. რა არის მეორე ჭრილი? თუ ჩვენ ავიღებთ ბოლო 50 წელს, ბოლო 50 წელიწადს და გავაანალიზებთ, ჩვენ დავინახავთ შემდეგ რამეს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში, 30 ავიღოთ. 40 ავიღოთ, 40. უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში მხოლოდ 3 ადამიანი დედამიწაზე იყო დადანაშაულებული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში. მოსახლეობის წინააღმდეგ. და 3-ვემ ტრაგიკულად დაამთავრა თავის ცხოვრება. ეს იყო არა, ბაშარ ალ-ასადი, შემდეგ იყო პირველი იყო სადამ ხუსეინი, მეორე იყო მუამარ კადაფი და მესამე იყო ბაშარ ალ-ასადი. სადამ ხუსეინს ამის გამო ამაში დადანაშაულების გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ომი. ამ ომის შედეგად საბოლოო ჯამში დაპატიმრებული იქნა და ჩამოხრჩობილი იქნა სადამ ხუსეინი და ჩამოხრჩობის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება სწორედ ეს იყო. მუამარ კადაფიც ამავე ბრალდებით დაიწყო ომი და ამ ომის, მან მარტო ეს ბრალდებები არ იყო, ისევე როგორც სადამ ხუსეინს მთავარი ვიძახი, მთავარი ბრალდება. ისიც მე ამბოხეებმა შეიპყრეს და მოკლეს. მესამე იყო, ვინც დაადანაშაულეს ამაში. ბაშარ ალ-ასადის სირიის დიქტატორი, რომელმაც მოახერხა გაქცევა და ეხლა იმალება მოსკოვში. ამგვარად ერთი რამ უნდა დავინახოთ, რომ ვინც კი დადანაშაულებული იყო, როდესაც ვიღაცას, აი მთავარი აზრი ეს არის, როცა ვიღაცას ადანაშაულებენ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო მოწინავე ცივილიზებული მსოფლიო ამას უცხადებს ომს და ეს ომი არის დაუნდობელი. ეს ადამიანი ყოველთვის ამთავრებს სიკვდილით ან სადღაც იქ მოსკოვში მარადიულად იმალება და სულ არის ხააგის განაჩენია ეს და ტრიბუნალის ქვეშა ის. ეს უნდა გავაცნობიეროთ და ეს უნდა დაინახოს ჩვენმა ხელისუფლებამ. ეს არ არის უბრალო რაღაცა, ძალიან სერიოზული ბრალდებაა და უნდა დაინახოს ეს ჩვენმა ხელისუფლებამ. რომ აქ არის ძალიან მძიმე სიტუაცია. და უნდა დაინახოს, რომ აქ ღია ომის გამოცხადებაა. და როდესაც დასავლეთი ასეთ ომს გიცხადებს, ის ყოველთვის მარცხით თავდება. ეს არის ჩემი აზრით ამ ჭრილში უნდა დავინახოთ ჩვენ ეს. არც ბაშარ ალ-ასადის, არც სადამ ხუსეინის და არც მუამარ კადაფის შემთხვევაში დავა დღემდე მიმდინარეობს. ანუ გამოიყენეს არ გამოიყენეს, დღემდე არის 100 კაცი, რომელიც ამბობს, რომ გამოიყენეს და 100 კაცი, რომელიც ამბობს, რომ არ გამოიყენეს. და სულ მუდმივად მიდის რაღაცა კამათი ამ თემაზე და ეს შემთხვევაც ესეთია. მაგრამ ჩვენ ეს უნდა დავინახოთ, დასავლეთი ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. კაცობრიობის წინაშე. და როდესაც ასეთ ბრალდს გიყენებენ დასავლეთი, იქ უკვე მორჩა, არაფერი მოლაპარაკებები აღარ არის. და ეს უნდა გააცნობიეროს ჩვენმა ხელისუფლებამ. ამიტომ თუ გინდა ესეც ახლა პუნქტებად ჩამოვაყალიბოთ, რომ მოსახლეობისთვის უფრო გასაგები იყოს, რას ვამბობ ჩვენ. პირველი, ბოლო 30-40 წლის განმავლობაში მხოლოდ 3 ადამიანი დედამიწაზე იყო დადანაშაულებული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში. ეს იყო სადამ ხუსეინი, ეს იყო მუამარ კადაფი და ეს იყო ბაშარ ალ-ასადი. სადამ ხუსეინი გახდათ ერაყის ხელმწიფე, ასე ვთქვათ,
ის დაადანაშაულეს, დააპარტიმრეს და ჩამოახჩეს და განაჩენის მთავარი შემადგენელი სწორედ ეს იყო დანაშაული კაცობრიობის წინაშე ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. მუამარ კადაფი, ლიბიის ლიდერი, რომელიც ასევე აჯანყებულებმა შეიპყრეს და მოკლეს, იქაც დადანაშაულება ეს იყო. ბაშარ ალ-ასადი, სირიის ხელმწიფე, რომელიც ასევე დაადანაშაულეს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში და მან მოახერხა გაქცევა და იმალება დღეს რუსეთში და თუსადმე დააკავებენ ჰააგის ტრიბუნალი, არ ვიცი როგორ დაჟის, მარადიული პატიმრობა ალბათ. შემდეგ, როდესაც დასავლეთი ვიღაცას ადანაშაულებს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში, ეს არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული, ამაზე დიდი დანაშაული არ არის და აქ ყოველთვის თავდება სიკვდილით, უვადო პატიმრობით და როდესაც დასავლეთი ვიღაცას ასეთ ბრალდებას უყენებს, ეს არის უკვე ღია ომის გამოცხადება, ომისა, რომელსაც აღარ აქვს კომპრომისების არანაირი კომპრომისი აღარ არის. შემდეგ, ყოველთვის როცა ასეთი დადანაშაულება ხდება, ყოველთვის არის 200 ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ გამოყენებული იქნა ქიმიური ნივთიერებები და 200 ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ არ იყო გამოყენებული. და სინამდვილეში რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, აღარ აქვს მნიშვნელობა, იყო გამოყენებული თუ არ იყო გამოყენებული. აქ თავარი სხვა რამეა, რომ ბრალდება წაყენებულია, ეს არის ღია ომის გამოცხადება, დასავლეთი ეუბნება იმ ადამიანებს, დამთავრდა, შენთან აღარაფერი მოლაპარაკეები, ღია ომია, შენ დაგიჭერ, დაგაპატიმრებ, დაგვრიტავთ. დამთავრდა აქ. ეხლა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ზუსტად ამ ვითარებაში ვართ. დასავლეთმა ჯერ BBC-მ დაიწყო ეს. BBC არ არის არც ტელეკომპანია იმედი, არც ობიექტივი, არც TV პირველი. BBC ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მე მგონი ყველაზე დიდი საერთოდ ტელერადიო კომპანია მსოფლიოში და როცა BBC ასეთ ბრალდებას აყენებს, ეს აღარ არის ხუმრობა. ამას მოხვა ის, რომ ჯერ გაეროს ერთმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, მერე მეორე მოითხოვა გამოძიება, ეს პროცესი აღარ გაჩერდება. ღია ომი გამოცხადებულია და ნათელია, რომ ამის უკან დგანან დასავლური სახელმწიფოები. ვიმეორებ, რაოდენ ცუდად არ უნდა ჟღერდეს, ეს აღარა აქვს მნიშვნელობა, იყო გამოყენებული, არ იყო გამოყენებული, უნდა გავაცნობიეროთ, ღია ომი გამოცხადებულია და ამ ხელისუფლებას არავინ აღარ დაინდობს. თავად ბატონი პრემიერ-მინისტრის, თავარი ვეზირის განცხადებები იყო ბუნდოვანი. ჯერ თქვა, რომ რაღაცა ქიმიური ნივთიერებები შეიძინა იქ ვანომერაბიშვილის სამინისტრომ. ვერ უპასუხა, რატო არაა განადგურებული. მერე თქვა, რომ რაღაცა გამოიყენეს, მერე თქვა, რომ არ გამოუყენებიათ, მერე თქვა, რომ საერთოდ ვერ გავიგეთ გამოიყენეს თუ არ გამოიყენეს. მე პირადად ერთ რამეს ვამბობ, მე ვიცნობ ვახო გომელაურს და დარწმუნებით ვამბობ, რომ ის ამაზე ხელს არ მოაწერდა, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ რომელიღაც განყოფილების გამგემან ვიღაცამ რაღაცა ეგეთი გააკეთა კიდევაც. ყოველ შემთხვევაში ვიმეორებ, ეს არაა მთავარი. მთავარია, რომ ივანიშვილმა გააცნობიეროს, რომ დაყენებულია ისეთი ბრალდებაა წაყენებული, რომლის მოხსნა აღარ იქნება ეს ღია ომია და აქ დაუშვათ იგივე არაბი პარტნიორები. აბუ-დაბის აშენება რო უნდათ აქ, რომლის იმედი აქვს ივანიშვილს, რომ დაეხმარებიან, ვერ დაეხმარებიან. ამერიკაში ვერ დაეხმარებიან. ეს არის ბრალდება. აუცილებლად, რაც არ უნდა ეხა კობახიძემ თქვას გამოვიძიე და არაფერი არ მაინტერესებს, აქ მე გეუბნებით. წინასწარმეტყველებ, მინიმუმ 10 კაცის, 12 კაცის პასუხისგებლობა დადგება და ეს პასუხისგებლობა ჰააგამდე მივა. და ივანიშვილმა, ხელმწიფე ივანიშვილმა ეს უნდა გააცნობიეროს და რაც შეიძლება დროულად უნდა განთავისუფლდეს იმ ვეზირებისგან, ამ შემთხვევაში კობახიძისგან, რომლებსაც პასუხისგებლობა აუცილებლად იქნება, იმიტომ იცოდენ, არ იცოდენ. პასუხისგებლობა ეგეთ შემთხვევაში ყველა ვარიანტში არის. ეს უნდა გააცნობიეროს, რაოდენ საშიში ვითარებაა. ვიმეორებ, არაა მთავარი გამოიყენე, არ გამოიყენე, ცინიკურად ჟღერს, მაგრამ არ არის ეხლა. მთავარი არის, რომ აქ არის ღია ომი. კომპრომისი აღარ იქნება, თორე რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის ფასეულია და არც ერთ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ არ შეიძლება მიგვაჩნია, რომ თუ
თუ ვინმე მართლა რამე გამოიყენა პროვოკაციაც თუ იყო სასტიკად არის დასაჯელი არავის არ აქვს უფლება ქართველი ახალგაზრდების თუ არა ახალგაზრდების მიმართ რაღაც ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისა ბატონ დავით, სავარაუდოდ ახლა თქვენ ახსენეთ პრეცედენტები, როდესაც ამ სახელმწიფოების მიმართ იქნა ესეთი ბრალდებები წაყენებული და მიუხედავად იმისა, ალბათ ისინიც ისევე იმართლებდნენ თავს, როგორც თქვა, ჩვენი ხელისუფლება იმართლებს, ჩვენი ხელისუფლება უფრო მეტიც, არამც თუ ბატონი კობახიძის ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები და განცხადებები, თავიდან იყო რომ მართლა თითქოს შეშინდა, შიში ჰქონდა და დაბნეულობისგან გადაწყვეტა რომ წინა ხელისუფლებისთვის როგორც ჩვენებიათ გადაებრალებინა და ეს ბრძანა რომ ესო ჩვენო არ ვიცითო მერაბიშვილის დროს შემოტანილი იქნაო თუმცა შემდეგ უკვე კობახიძემ თქვა რომ სკანდალი 5 დღიანი გამოძიება ჩაატარეს და 5 დღეში დადეს შედეგი და თქვეს რომ კობახიძემ თქვა რომ სკანდალი დამთავრებულია სკანდალი ჩაშლილია ნივთიერება რომელსაც აქციების დროს გამოიყენებდა წინა ხელისუფლების დროს ის არისო შეძენილიო და ჩვენო არაფერ შუაში არ ვართო თუმცა აი აქაც კი არ ამბობს რომ იყო თუ არა გამოყენებული. გომელაური არ არის ქიმიკოსი და 2007 და 2009 წლებში შეძენილი ფხვნილი რომ გადაემოწმებინაო. ნუ ეს ალბათ მოგონილი აჟიოტაჟის უწოდებენ სხვა მაღალჩინოსნები, მაგრამ ყველაზე მთავარი ცით რა არის ჯანდაცვის მინისტრი ბატონი შარჟოლაძე აი ასე პასუხობს ამ თემას. აქცია კანონსაწინააღმდეგო იყო და პოლიციას უფლება ჰქონდა ისეთი ნივთიერებები გამოეყენებინა, რაც მოქალაქეებში სხვადასხვა სიმპტომებს გამოიწვევდაო. ანუ თვითონ განათლების ჯანდაცვის მინისტრიც კი ეთანხმება იმას, რომ აუცილებლად რაღაცა სიმპტომები, ანუ არ აკმარეს ადამიანებს ის, რომ შუა ზამთარში ის გაყინული წყალს რომ ასხავდნენ, პლუს ამას ნივთიერებები დააუმატეს, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრის განცხადება ბუნდოვანებას აძლიერებს ის ამბობს, რომ ხელისუფლებას ჰქონდა უფლება ისეთი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისა, რომელიც რაღაცა სიმპტომებს გამოიწვევდა ადამიანებში. ეს მხოლოდ ბუნდოვანებას ზრდის. მხოლოდ იმიტომ რომ უკანონო იყო ის აქციაო. ანუ მე ისე თქვა მინდა ბატონ დავით, როგორც თქვენ ბრძანეთ, აი დღემდე მიდის კითხვის ნიშნებია, თუმცა იმ ხელისუფლებებში, რომელიც ასე დაისაჯნენ, დღესაც მიდის პოლემიკა, რეალურად იყო გამოყენებული თუ არ იყო, თავარი ის არის რომ ის ხალხი იყო დასაჯელი, ანუ ასე ვთქვათ, მიზანში იყვნენ ამოღებულები. ანუ მივდივართ იქამდე რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად უკვე მიზანში ამოღებული და მან გამოიყენა თუ თავს იმართლებს, დაამტკიცებს თავის სიმართლეს თუ ვერ დაამტკიცებს, აუცილებლად ძალიან ცუდად დასრულდება. აი ძალიან გთხოვთ, აი როგორ შეიძლება, როგორ გეჩვენებათ თქვენ ეს პროცესი, როგორ შეიძლება მოხდეს თქვათ გნებათ მათი დასჯა. აი ეს რომ თქვათ ხააგამაც რომ დაგვიდასტუროს. მე მიმაჩნია რომ საქართველოს ხელისუფლებას არავითარი უფლება არ აქვს გამოიყენოს რამე ქიმიური ნივთიერებები, თუნდაც დაშვებული, თუნდაც ნებადართული, თუნდაც მინიმალურად უმტკივნეულო, არ აქვს უფლება გამოიყენოს ქიმიური ნივთიერებები ქართველი ხალხის წინაშე და მოსახლეობის წინაშე და ახალგაზრდების წინაშე. წყლის ჭავლი გასაგებია, მაგრამ არანაირი ქიმიური ნივთიერებები, რაც არ უნდა ეხლა ვინმე მისაუბროს. რაც შეეხება როგორ წარიმართება ეს პროცესი, როგორ შეიძლება? ეს სხვა არის, მე ვფიქრობ, რომ დაიწყება გამოძიება დასავლეთში, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მოთხოვნები იქნება და მე ვფიქრობ, რომ დადგება მერე პასუხისგებლობის საკითხი და ჰააგას ვერ გაიქცევიან ესენი. ეხლა ამა თუ გონიათ, რომ აქ ამოიკეტებიან და აქედან არსად არ გავლენ და სავარაუდოდ ამას ფიქრობენ ბატონ დავით, არავის აზრს არ ითვალისწინებენ. იუგოსლავიის ლიდერები ზუსტად ესე იყვნენ იუგოსლავიაში ამოკეტილები და ბოლოს ჰააგაში აღმოჩნდნენ. ბოლოს აღმოჩნდნენ ჰააგაში. და ეს უნდა იყოს გასაგები, ვერ გაიქცენ და ვერ დაიმალეს იმ იუგოსლავიაში, ვერ სერბეთში დაიმალენ და ვერსად და აქაც ესე იქნება. ვერავინ ვერსად ვერ დაიმალება. ანუ ეს ყველაფერი ამიტომ უნდა იყოს ნათელი სრულიად, რომ ეხლა ჩემი აზრით სულ სხვა პროცესი უნდა წავიდეს. ეხლა ბიძინა ივანიშვილი ალბათ უნდა დაფიქრდეს და რაღაცა ზომები მიიღოს, რომ დისტანცირება მოახდინოს იმ ადამიანებისგან, ვინც ამაში იქნება მხილებული, თუ არა და წინამძღოლ შემთხვევაში პირადად მასაც. პირველ რიგში კობახიძე ბატონ დავით, პრემიერ-მინისტრი. აქ ერთი რამ უნდა იყოს ნათელი. ივანიშვილმა თუ დისტანცირება არ მოახდინა იმ ადამიანებისგან, ვისაც ბრალს დასდებენ, მაშინ ავტომატურად თავად ივანიშვილიც აღმოჩნდება ბრალდებული.
ამიტომ დისტანცირება უნდა ამიტომ ეს მოახდინოს. უნდა იყოს გასაგები, აქ დისტანცირება უნდა მოხდეს ყველა შემთხვევაში. ბატონ დავით, სულ ერთი წუთი გაგვრჩება, მაგრამ მე მაინც მინდა რომ ტელემაყურებლებს მივმართოთ, ჩვენ ვაგრძელებთ კვლავ ბრძოლას, რა თქმა უნდა, აი ამ არაბული ქალაქების მშენებლობისა და როგორია ჩვენი შემდგომი ნაბიჯები და იქნება ცალკე უახლოეს დღეებში იქნება ცალკე მიმართვა. ცალკე მიმართვას გავაგრძელებთ უკვე, ჩვენ არ ვჩერდებით, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და აუცილებლად საქმის კურსში გვაყოლებით. ჩვენი გადაცემა დიდი მადლობა მოთმინებისთვის და დიდი პატივისცემით. დასასრულს მივუახლო და გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, კარგად ზანდებოდეთ.